ქალბატონო ნანა, დიახ. თქვენი ამბავი მომიყევით. გავიზარდი ესეთ ოჯახში, რომელიც იყო დაცილებული. დედა ცხოვრობდა ბათუმში, მამა გადმოვიდა მეორე ოჯახით თბილისში. ჩვენ გვიწევდა გაყოფა დედისაც და მამისაც. ხან აქეთ ვიყავით, ხან იქეთ ვიყავით. სკოლა დავამთავრე თბილისში. მე მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე დედასთან ბათუმში. მე ისევ ინსტიტუტში მომწია თბილისში დაბრუნება და ძალიან გაუბედავი ვიყავი. დიდივით ვფიქრობდი ბავშვობიდან. ანუ დარდი იყო ჩემი, რომ დედა მენატრებოდა აქ რო ვიყავი, მამა მენატრებოდა იქ რო ვიყავი. მეგობრული ვიყავი მეც ყველასთან აბსოლუტურად ყველა ბიჭთან. იყო მაშინაც რაღაცები. გიყვარდა? მოწონება იყო ინსტიტუტის პერიოდში. და სერიოზული სიყვარული? სერიოზულიც იყო, კაი არა, არ გამოვიდა. ხო და მე მოხდა ცოტა რთული პერიოდი დაემთხვა ჩემს ახალგაზრდობას, აი საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდი რო იყო, უშუქობა, უგაზობა, დამაწვა მთელი ოჯახის პრობლემები. და აღმოჩნდა, რომ ძლიერი აღმოჩნდი ამ პრობლემების წინაშე, მოსწავლეებთან დავდიოდი, ოჯახს ვინახავდი ერთ სიტყვით. ხო და რაღაც ამ საქმეებისთვის არ მეცალა პირადი ცხოვრებისთვის. და მე კიდევ ესა დიშვილები წამომეწია. ხო და ვიღებდი მონაწილეობას მათ აღზრდაში. ასე რომ ეს ოჯახური სითბო და ოჯახური საზრუნავი არ მომკლები არასოდეს.